დილამშვიდობის შესრულდა 11 საათი და გაცემა დღის ნიუს რომ ებრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ვარ ლელა ბაღდავაძე. მორიგი დებატები ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე, რასაც დღეს კიდევ ერთი რეზოლუციის მიღება მოხდება. ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები ქართული ოცნების რეჟიმის ქვეშ ამჯერად ასე ერქვა საკითხს, რაზეც ევროპარლამენტის წევრებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. იყვნენ ქართული ოცნების პოლიტიკის მხარდამჭერებიც, თუმცა უმრავლესობა საქართველოს ხელისუფლების მისამართით მწვავედ კრიტიკულია ოცნების მიმართ. კიდევ ერთხელ გაკეთდა მოწოდებები, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ მოხდეს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების გათავისუფლება. მაშასე დღეს ევროპარლამენტში გამართული დებატებით დავიწყებთ. ჩვენი სტუმრები სულ რამდენიმე წამში შემოგვიერთებიან, იქამდე კი გადავხედოთ ბოლოს სიახლეებს. ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას. ამის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტშია ნათქვამი, რომელსაც ევროპარლამენტარები კენჭს დღეს უყრიან. გუშინ ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. რეზოლუციის ერთ-ერთმა ავტორმა რასა იუკნევიჩიანიმ გამოსვლის დასაწყისშივე განაცხადა, რომ დღეს საქართველოს ხალხი განიცდის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს თავის უახლეს ისტორიაში, თუმცა საქართველო ნამდვილად არ არის დაკარგული. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც სუსში აღნიშნავენ, თარგამაძე გამოკითხვაზე 11 საათზეა დაბარებული, თუმცა რის საფუძველზე ამას არ განმარტავენ. სავარაუდოდ გივი თარგამაძე სუსში დაწყებული გამოძიების ფარგლებშია დაბარებული ირანის შესახებ მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სახელმწიფოებისა და იორდანიის წინააღმდეგ ირანის თავდასხმებს გმობს და ირანს ამ თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. 15 წევრიან საბჭოში რეზოლუციას მხარი 13-მა ქვეყანამ დაუჭირა, 2-მა კი ჩინეთმა და რუსეთმა თავი შეიკავა. მაშასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის წარმომადგენელი ლევან ლორთქიფანიძე ჩვენთან ერთად. გამარჯობა ლევან და მადლობა რომ გვესტუმრეთ. დილამშვიდობისა, მადლობა მოწვევით. ლევან, ევროპარლამენტში მორიგ ჯერზე გაიმართა დებატები საქართველოს საკითხზე და მოდით ამით დავიწყოთ. პოლიტიკური პატიმრები ქართული ოცნების რეჟიმის ქვეშ ამჯერად ასე ერქვა დებატების თემას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი. ითქვა ისიც, რომ ევროკავშირი მზად რჩება პასუხი აგებინოს დემოკრატიულ უკუსლვასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებს. აი რა სიტყვით გუშინ ევროპარლამენტი, იქამდე უთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, თითქოს და ალბათ შეიძლება ვთქვათ, რომ ორ ხმაში ისმის ქართული ოცნების მისამართით მოწოდება პოლიტპატიმრებად მიჩნეულ მომიტინგეებთან მიმართებაში გამოსავალი მოძებნოს. ხომ არ ჩანს, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრის კუთხით ქართულ ოცნებაზე დასავლური სამყაროს მხრიდან ზეწოლა იზრდება და მეორე მხრივ რამდენად შეიძლება იმუშაოს ამ ზეწოლა. იცით რა არის ჩვენი საზოგადოების და ჩვენი პოლიტიკური სისტემის ალბათ ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ეშინია მხოლოდ ძალის, რომელიც ანგარიშს უწევს მხოლოდ მუქარას, თან ძალისმიერ მუქარას. მისთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, ანუ ეს რეზოლუციები, განხილვები ევროპარლამენტში, ეუთოს მოსკოვის მექანიზმის დასკვნა და ასე შემდეგ სამწუხაროდ და საუბედუროდ მეორე ხარისხოვანია. მაგრამ აი გუშინდელი დებატები გამოირჩეოდა იმით, რომ უკვე ევროპარლამენტარებმა დაიწყეს საუბარი ორი მიმართულებით. პირველი, ისინი ითხოვენ, რომ სლოვაკეთისა და უნგრეთის ვეტოს მიუხედავად დანარჩენმა 25 სახელმწიფომ აამუშაოს სავიზო რეგულაციები იქნება ეს თუ სხვა ტიპის სანქციები ხელისუფლების მაღალი ეშელონების მიმართ და მეორე მიმართულებით, რაზეც დაიწყო საუბარი, ეს არის, რომ დამატებითი მისიები გამოიყოს, დამატებითი მსჯელობები გაიმართოს საქართველოს შესახებ და უკვე თქვათ სხვა არამხოლოდ ევროპარლამენტის მხრიდან, არამედ ევროკავშირის სხვა სტრუქტურების მხრიდანაც გაძლიერდეს ზეწოლა. ასე რომ მართალი ხართ თქვენ, ზეწოლა ძლიერდება, ეს ზეწოლა არ იქნება ეს მუქარის შემცველი და ძალისმიერი, მაგრამ ნელ-ნელა ის უფრო სერიოზული სანქციების სახეს მიიღებს. თქვენ ნახეთ, როგორ გაუჭირდათ მას შემდეგ, რაც მიიღეს მათ მიიღო დიდმა ბრიტანეთმა შესაბამისი ზომები. იმის მსგავსი ზომები, რომ მიიღონ ევროკავშირის თუნდაც 25-მა სახელმწიფომ, ეს იქნება უკვე სერიოზული სიგნალი ხელისუფლების მიმართ და მათ მოუწევთ ამაზე რეაგირება.
ხო, თუმცა ჯერჯერობით ამ რეაგირებას ვერ ვხედავთ და ამ კონტექსტში განაგრძოთ ისე საუბარი, ხშირად გვესმის განცხადებები, რომ ასე ვთქვათ, საქმეები, რომლებიც მოტივირებულად ფასდება, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის უნდა იყოს მძიმე თვეთი, თუმცა ჩვენ ვხედავთ რაც რომ ერთ წელზე მეტია, არც ერთ ასე ვთქვათ, დაპატიმრებულ მომიტინგესთან მიმართებაში არ ყოფილა გამონახული გაწყვეტილება, რითაც ერთი ადამიანი მაინც დატოვებდა ციხეს, იქნებოდა თქვა ეს შეწყალების მექანიზმის ფარგლებში თუ სხვა გზების გამოყენებით. ამ მოცემულობის ფონზე რა ჩანს ქართული ოცნებისთვის რამდენად არის მძიმე ტვირთი იმ ადამიანების საქმეები, რომლებიც აი როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, სხვა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის უნდა იყოს სწორედ მძიმე ტვირთი. მაინც არის მძიმე ტვირთი, რაც არ უნდა თქვან მათ რომ არ ვითვალისწინებთ ევროკავშირი რას ამბობს, როგორ ამბობს, მათ მაინც უწევთ ამაზე რეაგირება, უწევთ პასუხების გაცემა და ევროკავშირი ძალიან დიდი სტრუქტურაა, ბევრი მექანიზმი აქვს და იგნორი ამ მიმართულებით, პოლიტპატიმრების მიმართულებით, სხვაგან იჩენს ხოლმე თავს და სხვა ბერკეტების თვალსაზრისით იქნება ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე. უბრალოდ ჩვენ ხო ყველამ კარგად ვიცით, რომ დემოკრატია ავტორიტარიზმისგან რითი განსხვავდება? ავტორიტარიზმი მოქმედებს სწრაფად და ხშირ შემთხვევაში ეფექტიანად. ეხლა რუსეთს შეუძლია დაქოქოს ტანკი და ეს არის მისი ბერკეტი. ირანს შეუძლია ღმერთმა დაგვიფაროს და გამოაგზავნოს რაღაც საშინელი დრონი და იმითი შემოგიტიოს და ამისი უმალვე ეშინიათ, ამაზე უმალვე რეაგირებენ, მაგრამ დემოკრატიის მექანიზმები არის უფრო რთული, უფრო ხანგრძლივი, უფრო მშვიდობიანი, მაგრამ მაინც ზეწოლის მექანიზმებია ეს და ნელ-ნელა ეს ზეწოლის მექანიზმები უახლოვდება საქართველოს ხელისუფლებას. მაგალითად, საქართველოში ჩვენ მოძრაობა, სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას აქვს ინტენსიური ურთიერთობები ევროპელ სოციალ-დემოკრატებთან და ფრაქციასთან, სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციასთან, რომელიც ევროპაში არსებობს. და როდესაც ჩვენ გვაქვს ხოლმე შეხვედრები, მათ აქვთ ხოლმე შეკითხვა, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზეწოლა ხელისუფლებაზე გაძლიერდეს. ერთ-ერთი მთავარი წინადადება, რომელიც ჩვენი მხრიდან მოდის ხოლმე, არის ესეთი, რომ თავი დაანებეთ საქართველოს მოქალაქეებს, შეუწყვეთ სავიზო რეჟიმს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მაგრამ ამოქმედეთ სავიზო შეზღუდვები არა მხოლოდ დიპლომატიურ პასპორტებზე, არამედ გამოვყოთ 500 ადამიანი, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება, აძლიერებს და მათ ოჯახის წევრებს დაუწესოთ სავიზო სანქციები, რომ თავიანთი ფუფუნებისთვის და გართობისთვის და კაი ცხოვრებისთვის ევროპაში ვეღარ იარონ და იარონ სხვაგან, ჩინეთში და დუბაიში და ასე შემდეგ. და ეს ხო ვითომ არაფერი, მაგრამ მათ ცხოვრების სტილზე, მათ ასე ვთქვათ კულტურაზე ახდენს გავლენას, ხო ეს ფეშენებელურ და ფუფუნების კულტურაზე და ნელ-ნელა ესეთი სანქციები ემუქრებათ მათ. მარტო დიპლომატიურ პასპორტებზე კი არა, უკვე თავად და მათი ოჯახებიც იქ ვეღარ წავლენ, ვეღარ იცხოვრებენ, ვეღარ ისწავლიან და ეს შეზღუდვები ექნებათ ამ განსაკუთრებული ელიტის წარმომადგენლებს. სანქციები ქართული ოცნების წევრების ლიდერების განსაკუთრებით ლიდერების მიმართ და კიდევ უფრო განსაკუთრებით მივა თუ არა სანქციები ბიძინა ივანიშვილამდე ამას ვნახავთ, იქამდე კი კიდევ ერთხელ უკვე მისულია ამერიკული სანქციები, აქ საუბარი სხვა სანქციები თუ არ მივა. მაშინ მოდით ასე ვიკითხოთ, ამას დრო აჩვენებს იქამდე კი ევროპარლამენტარების განცხადებების კონტექსტში კიდევ ერთხელ გააგრძელდა კითხვა საით მიდის საქართველოს. საქართველოში შექმნილი ვითარების შეფასებისას, სხვა შორის ევროპარლამენტში გუშინ ევროკომისარმა, რომელიც თავისუფლ კაია კალასის სახელით აკეთებდა განცხადებას, ასეთი მესიჯით მიმართა საქართველოს მთავრობას მსგავსი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს სიცოცხლის უნარიანი გზა ევროკავშირის წევრობისადმი, არც 2030 წლისთვის, როგორც საქართველოს მთავრობა იბრალებს და არც არასდროსო ისე, როგორც 2 დღის წინ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა გააკეთა ძალიან ისეთი მძიმე შეფასება ჩვენი ქვეყნის მისამართით. დემოკრატიის უსაფრთხოების ბადე უნდა გავშალოთ ჩვენს კონტინენტზე. გაფართოება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება. საქართველოში შეგიძლიათ ნახოთ რა ხდება, როდესაც რუსეთი იმარჯვებსო, ასეთი იყო კოსის პოზიცია, რის გამოც ის ისევ ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, თავდასხმის ობიექტია, თუმცა ვიდრე მართველი პარტიის რეაქციაზე გკითხავდეთ, იქამდე თავად იმ დიაგნოზზე ვისაუბროთ, რომელსაც სვამს როგორც მარტა კოსის, ისე ზოგადად ევროპელი
პარტნიორები საქართველოსთან დაკავშირებით. აი მიუხედავად პრობლემებისა, რომელშიც აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა, რამდენად სამართლიანია იმის თქმა, რომ საქართველოში იმარჯვებს რუსეთი. ეს შეფასება არის თქვენი აზრით ზუსტი თუ მაინც გადაჭარბებული? აი რას ვეძახით ჩვენ რუსეთს ვეძახით და რუსეთის გამარჯვებას ვეძახით საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას. და ნებისმიერი სახელმწიფო რო გადავშალოთ ჩვენ პირველი კურსის პოლიტიკის მეცნიერებაში და იქიდან ამოვიღოთ ავტორიტარიზმის კრიტერიუმები, საქართველოს ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ანუ მაინდა-მაინც რუსულ ტანკს ხედავდეთ, არ არის აუცილებელი ღმერთმა დაგვიფაროს და იმედი არასდროს არ დავინახავთ ამ ტანკს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ტროტუარზე აქციის ჩატარებისთვის ადამიანებს იჭერენ. ჩვენ ვხედავთ, რომ Facebook-ზე კომენტარის გამო ადამიანებს 5 დღით ციხეში უშვებენ. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ არის უდიდესი ზეწოლა პოლიტიკურ ჯგუფებზე, უდიდესი ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე. ჩვენ ვხედავთ ასევე შეტევას აკადემიური სფეროს მიმართ და უნივერსიტეტებზე, სადაც ხელისუფლებას დასაყრდენი არ აქვს და საზოგადოების ყველა იმ ჯგუფზე, რომელიც ამ ქვეყანაში ქმნის პლურალიზმს და მრავალფეროვნებას, ყველა ასეთი ჯგუფი არის დღეს მასობრივი რეპრესიების და შეტევის ქვეშ და ეს არის ავტორიტარიზმი. რუსეთშიც ზუსტად ესეთი ნაბიჯებით დაიწყო 2011 წლის შემდეგ განსაკუთრებით აი ამ ველის მოსუფთავება. ღმერთმა დაგვიფაროს ჯერ იმას, რა ქვია, ქიმიურ ნივთიერებებს და პოლონიუმს ყავაში არ უყრიან ადამიანებს და აქამდე ვერ მივალთ, იმიტომ რომ პატარა მასშტაბის საზოგადოება ვართ, მაგრამ აი საქართველოს ზომის ქვეყანაში რა ტიპის ავტორიტარიზმით შეიძლება ააშენო, ის ჩვენ უკვე გვაქვს და ყოველდღე ახალ-ახალი ბერკეტებით ძლიერდება ეს ავტორიტარული რეჟიმი. აი ქართული ოცნების განცხადებებსაც გადავალოთ თვალი მოდით, რომელიც მართლ პარტიაში გუშინ მოვისმინეთ სწორედ მარტა კოსის მანამდე კაია კალასის მიერ გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ რუსეთის საქართველოში ვერ იმარჯვებს, მაგრამ მარტა კოსის დახმარებით შეიძლება გაიმარჯვოს, რადგან წითელი ხაზები და დაპირისპირება, რაც თბილისსა და ბრიუსელს შორის წარმოიქმნება, სწორედ კოსის და მისი გუნდის დამსახურებაა. ეს არის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიავოლსკი და კიდევ ერთი მარტა კოსის მიზანია დემოკრატიის და ქართული ხალხის არჩევანი უგულებელყოფა და კონკრეტული ძალებით მართული მარიონეტული რეჟიმის დაბრუნება, რომელიც იმ დავალებას შეასრულებს, რომელსაც ეტყვიანო, ეს უკვე არის არჩილ გორდოვაძე, რომელიც პარლამენტში იურიდიულ კომიტეტს ხელმძღვანელობს. აი რას აჩვენებს ქართული ოცნების რეაქცია და რაც თავარია, რა საფუძველი შეიძლება კონდეს ევროკავშირის მაღალჩინოსნების მიმართ ბრალდებას, რომ თუ კი ვინმე არის საქართველოში დემოკრატიის მოკლით დაინტერესებული, ესენი არიან სწორედ მარტა კოსი, კაია კალასი და ის ადამიანები, ვინც დღეს ასე ვთქვათ, წარმოადგენენ ევროპულ სტრუქტურებს. მარტა კოსი არის ძალიან სერიოზული დიპლომატი, იგი წლების განმავლობაში იყო სლოვენიის ელჩი გერმანიაში და არამხოლოდ სლოვენიაში სცემენ მას პარტიას, არამედ გერმანიაშიც როგორც დემოკრატიის მცველს და გამორჩეულ ადამიანს. შეიძლება ის ჩემი იდეოლოგიის არ არის და მეც კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ასე აგდებით საუბარი გიავოლსკის მხრიდან, ძალიან არასერიოზულია, ძალიან ცინიკურია და არასახელმწიფოებრივია. მით უმეტეს აი იგივე გიავოლსკის მე ძალიან კარგად ვიცნობ და მახსოვს ერთი 3-4 წლის წინ პირიქით ძალიან ესე იყო, რა ქვია, სიმპათიით განწყობილი ევროპული სტრუქტურების მიმართ და ამდენს ვერ ბედავდა. იგივე მეორე მაგალითიც მოვიყვანოთ. აი გაბედავს გიავოლსკი, რომ ოდნავ მაინც კრიტიკული განცხადება გააკეთოს მაგალითად მარგარიტა სიმონიანის შესახებ. ვერ გაბედავს, იმიტომ რომ იქით არიან გადახრილები, მათი იმედი აქვთ, მათი ზურგი აქვთ და ვინც ესე იგი მარგარიტა სიმონიას და სხვებს უპირისპირდება, ყველას ისინი ტრად აცხადებენ. აქეთ იმიტომ ბედავს, იმიტომ რომ ის ხალხი ამბობს, რომ დემოკრატია დაიცავი, კონსტიტუცია დაიცავი, ყველა ჯგუფს აღჩობ, ვინც შენ არ გემორჩილება, ყველა ეკონომიკურ სფეროში მონოპოლიებს და შენ გავლენას ავცელებ და დაიცავი რაღაც სტანდარტი, იყავი ნორმალური სახელმწიფო. ეუბნებიან ისინი და ამათ არ უნდათ რომ ნორმალური სახელმწიფო იყოთ, იმიტომ რომ ნორმალურ სახელმწიფოში ქართულ ოცნებას არ ექნებოდა შანსი, რომ 14 წელი ყოფილიყო ერთპიროვნულ ძალაუფლებაში. ნორმალურ სახელმწიფოში 1-8 წლის მერე ხელისუფლებები იცვლებიან, ახალი მოდის, ეს ცირკულაცია ხდება და ასე თავმოყრა სრული ძალაუფლებისა ერთი პარტიის კი არა, ერთი ადამიანის ხელში არ ხდება ხოლმე. შესაბამისად, ვინც მათ აკრიტიკებს, მის წინააღმდეგ არის. აი სკოლაში რო არიან ბავშვებს რო არ უყვართ ის მასწავლებელი, ვინც მკაცრია და ნიშანს რთულად წერს და ასე შემდეგ,
აი ესეთი დამოკიდებულება აქვთ მათ მოსწავლისა და კაცრი მასწავლების მიმართ. რაც უთანასწორო დამოკიდებულება და ესეთი დამოკიდებულება ჩვენ არ გვინდა თვალის სწორს უნდა უყუროთ, მაგრამ სტანდარტებს პატივი ვიტევს. მიუხედავად ბრიუსელთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობისა, იცით რომ ქართული ოცნება ევროკავშირის ხელმძღვანელობას მაინც დიალოგის ფორმატში დაბრუნებას თავაზობს და აი ბოლოს შესაბამისი განცხადება პრემიერ ირაკლი ყობახიძის მხრიდან მოვისმინეთ სულ რამდენიმე დღის წინ. აი ამ ურთიერთობების შემოbrunების და დიალოგის ფორმატში დაბრუნების შანსს თუ ხედავთ პირადად თქვენ და რადგან გაყინულ დიალოგამდე მივედით, აქვე მოდით ნიკოლ ფაშინიანის პოზიციაზეც კითხავთ, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება არის სწორედ ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვა. ჩვენი თხოვნა ევროკავშირს საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს, რო გუშინ გააკეთა სომხეთის პრემიერმა სწორედ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ეს განცხადება. აი რამდენად ლოგიკურია მეორე მხრივ ის, რასაც ფაშინიანი ამბობს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს გაუზება ეს არის ხელის შემშლელი ფაქტორი სომხეთისთვისაც. ჯერ ერთი ვთქვათ ის, რომ ქართული ოცნების მხრიდან იმის თქმა, რომ აი ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ესეც არასერიოზულია და ტყუილს ეფუძნება. ესე იგი, ჯერ აგინებ, ლანძღავ, ამბობ, რომ სამი ოჯახი მართავს ევროკავშირს, რომ ევროკავშირი არის საბჭოთა კავშირი იგივე და შხამს ანთხევ ევროკავშირის მიმართულებით, წიხლს კრავ მის ყველა შემოთავაზებას და მეორე წუთას ამბობს, რომ მე მზად ვარ ნებისმიერი დიალოგისთვის. ეს არასერიოზულია. ეს ცინიკურია, ამას არავინ არ უნდა წამოეგოს. ეს ერთი საკითხი. რაც შეეხება მეორე საკითხს, ფაშინიანის განცხადება ლოგიკური კი არ არის, არის ტრაგიკული. იმიტომ რომ ჩვენს რეგიონში ლიდერი ვიყავით ყოველთვის ჩვენ, თბილისი ყოველთვის იყო კავკასიის დედაქალაქი, თბილისის გავლით ამყარებდა სომხეთიც, აზერბაიჯანის დევნილი დემოკრატიული ძალებიც კავშირს დასავლეთთან და დღეს ეს კონსტრუქცია ამოყირავებულია, თავდაყირად დგას ყველაფერი და საქართველოს, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო ფლაგმანი დასავლეთთან ურთიერთობის, დღეს უწევს ასე ვთქვათ, სომხეთის პრემიერ-მინისტრის გავლით საკუთარი შეხედულებების დაცვა, ხალხს გულისხმობთ ხელისუფლებას ეს არ უნდა. ტრაგიკულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების ნაცვლად საქართველოს ევროპულ არჩევანს ევროპულ პარლამენტში იცავს სომხეთის პრემიერ-მინისტრი. ამაზე დიდი უბედურება რა უნდა დაგმართლოდა ჩვენ, რომ ჩვენს ნაცვლად სხვა ლაპარაკობს სხვა სტრუქტურაში. ნიკოლ ფაშინიანის პოზიცია, რადგან ვახსენეთ, კიდევ ერთი კითხვა უნდა დაგისვათ და რატომ თბილისში ფაშინიანის განცხადებამ გააჩინა ეჭვი, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტში სავარაუდოდ ჩაიტანა ქართული ოცნების მიერ, ასე ვთქვათ, თბილისიდან გატანებული მესიჯი. აი ამ ეჭვებს რა საფუძველი შეიძლება ქონდეს, მით უფრო რომ სულ რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა მორიგ ჯერზე სომხეთის პრემიერი საქართველოში. რამდენად უნდა დავუშვათ, რომ აი ბრიუსელთან რამენაირად დალაგებაში ქართული ოცნება შესაძლოა რაღაცა დახმარებას თხოვდეს სომხეთს და ნიკოლ ფაშინიანს. მე არ ვიცი ეგ სწორია თუ არა, მაგრამ სწორიც რომ იყოს, ეგეც ტრაგიკულია. რას ნიშნავს ეგ? რომ საქართველოს ხელისუფლება თვითონ ხმას ვერ იღებს შიშით რუსეთის ან სხვა ავტორიტარული ძალების და ევროკავშირს მხარდაჭერას ირიბად თხოვს ფაშინიანის პირით, ხო? ანუ უსუსურობაზე და უძალობაზე მიუთითებს საქართველოს ხელისუფლებისა, ეს რომ სწორი იყოს, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ეს ასე ვთქვათ, სერიოზული შეფასება, ობიექტურად ესეა. ჩვენ ერთი რეგიონის შვილები ვართ, სომხეთი გარესამყაროს ამ ეტაპზე ჯერჯერობით უკავშირდება საქართველოს გავლით, სომხეთს იმედი ჰქონდა ყოველთვის, რომ საქართველოს მრავალწლიანი გამოცდილება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გამოადგებოდა და ჰქონდა იმედი, რომ მეზობელი სახელმწიფო იქნებოდა მისი, ასე ვთქვათ, დამხმარე და გამძლიერებელი და დღეს ეს კომპონენტი გამოეცალა მას და ბუნებრივია, რომ სომხეთი და სომხეთის სახელმწიფო დარდობს იმაზე, რომ ვისი იმედიც ყველაზე მეტად ჰქონდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, აი ის ძალა დღეს გამოთიშულია ყველა პროცესიდან და არაფერში ჩართული არ არის და რაღაც რუხ მასად არის ქცეული, რომელმაც რუსეთთანაც კი ბოლომდე ვერ დაალაგა საქმე, ხან ირანში ჩადის გასვენებაში, ხან ისრაელის მოძალადე უსაფრთხოების მინისტრი იღებს აქ სტუმრად და ვერ გაურკვევია რომელ
რომელ პოლუსია, ვის უნდა ელაპარაკოს, ვინ არის მისი პარტნიორი და არის გამოკიდებული ესეც საში. ეს არც სომხეთს აწყობს, არც აზერბაიჯანს და რუსეთის და სხვა ავტორიტარული ქვეყნების გარეშე ესეთი სამარცხვინო და უძალო საქართველოს არავის არ აწყობს ამ რეგიონში. პოლიტიკურ დიალოგზე, უფრო სწორად პოლიტიკური დიალოგის არარსებობაზე მინდა განვაგრძოთ ისევ საუბარი, თუმცა ამჯერად უკვე ქართულ პოლიტიკურ სპექტრს შორის, რაზეც ორი დღის წინ ეუთო საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ და უშუალოდ პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება საქართველოში პოლიტიკური დიალოგის არარსებობა სტაბილურობისა და ქვეყანაში პრობლემების მოგვარებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს. ასეთია დელეგაციის შეფასება, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ სტუმრობდა საქართველოს და ამ ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორთან გამართა შეხვედრა. როცა საუბარია პოლიტიკური დიალოგის არარსებობაზე, სად უნდა დავინახოთ, ვის ფლანგზე უნდა დავინახოთ პრობლემის სათავე, ქართული ოცნების და მხოლოდ ქართული ოცნების თუ მათ შორის ოპოზიციის და აქვე რა მოაგვარებს თქვენი აზრით აი ამ პოლიტიკური დიალოგის არარსებობის პრობლემას? ამისთვის გასაკეთებელია რა? იცით რა არის დიალოგის არარსებობაზე პასუხისმგებლობა ცხადია ყველას ეკისრება, ყველა მხარეს და მე ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი ქართული ოპოზიციის მიმართაც, რომელიც ხშირად დესტრუქციულ როლს ასრულებს ხოლმე ნებისმიერ პროცესში. მაგრამ თავარი იცით რა არის, ვისაც აქვს მეტი ძალაუფლება, ვისაც აქვს მეტი რესურსები, უფრო მეტი პასუხისმგებლობა მას ეკისრება. და დღეს მთავარი რესურსები, მთავარი ძალაუფლება არის ქართული ოცნების ხელში თავმოყრილი და ის არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში სიტუაცია ოდნავ მაინც დამშვიდდეს. თან რა ტიპის დიალოგზია ლაპარაკი, როდესაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გაცვდა ეს, მაგრამ ხო ეს ჩვენი რეალობაა. ადამიანებს იჭერენ ტროტუარზე დგომისთვის და Facebook კომენტარისთვის და ასეთ ვითარებაში და ასეთ ძალადობრივ და რეპრესიულ გარემოში რა ტიპის დიალოგზე უნდა იყოს საუბარი, ცოტა ძნელი წარმოსადგენია. ეხლა რამ შეიძლება დაგვაბრუნოს დიალოგის რეჟიმში? დიალოგში დაპირისპირებულ მხარეებს როგორც წესი აბრუნებს ხოლმე მკვეთრი კომპრომისი. თუ დაინახავს ქართული საზოგადოება, რომ ქართული ოცნება ცვლის კანონებს, ათავისუფლებს პირობითად მზია ამაღლობელს, ან რაღაც ნაბიჯებს დგას, რომ ის ბიჭები, რომელიც წესით ადმინისტრაციული კანონმდებლობით უნდა ყოფილიყვნენ გასამართლებული და სისხლის სამართლით არიან ჯაყრილი ციხეში, ისინი გათავისუფლდებიან, მერე იქმნება რაღაც სივრცე იმისთვის, რომ ადამიანებმა დაიწყონ გაზიარება, მაგრამ აზრების გაზიარება და შეთანხმება, მაგრამ ქართულმა ოცნებამ მარტო ოპონენტები კი არ მოსყო ჩვენი საზოგადოებრივი ველიდან. არამედ არსებობდნენ ამ საზოგადოებაში ტრადიციული ინსტიტუტები, რომლებიც შუამავლის როლს ასრულებდნენ. მაგალითად, შუამავლის როლს ხშირად ასრულებდა ხოლმე, თქვათ, ეკლესია, სხვა რელიგიური დაწესებულებები. შუამავლის როლს ასრულებდა, თქვათ, უნივერსიტეტები, აკადემიური სივრცე და მაღალი რანგის მეცნიერები. და ასე შემდეგ. ბევრი რაღაც სხვა აქტორი იყო, არაპოლიტიკური აქტორი, რომლებიც მხარეებს ერთმანეთთან საუბარში ეხმარებოდა. 90-იან წლებში, 2000-იან წლებში, აი ეს აქტორებიც კი მთლიანად დაიმორჩილა, ან გაძარცვა აი ამ რესურსისგან, მოლაპარაკებების რესურსისგან. ლევან, ქართულ ოცნებაზე საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ ყოველ შემთხვევაში მის ფარგლებში, რის საშუალებასაც გადაცემის ამ ნაწილისთვის განკუთვნილი დრო იძლევა, ამიტომ ახლა მინდა რომ ოპოზიციურ ერთობაზე გითხოთ, ახლახან შექმნილ ოპოზიციურ ერთობაზე და აი მოდით გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება უშუალოდ ამ ალიანსს როგორ უყურებთ უკვე როგორც პირადად თქვენ ისე თქვენი მოძრაობა, თვითონ ალიანსს აქვს ამბიცია რომ შეხვდეს ყველა მსხვილ სამოქალაქო ორგანიზაციას, იმოქმედოს საერთო გეგმით ამ ორგანიზაციებთან ერთად და პროტესტმა შესაბამისად მიიღოს საზოგადოებრივ პოლიტიკური ხასიათი. რამდენად იღებთ ყოველ შემთხვევაში თქვენი ორგანიზაცია მათ შეთავაზებას, რამდენად მზად ხართ ბრძოლა გააგრძელოთ ერთად, ენდობით მათ და აქვთ თქვენი მხარდაჭერა თუ ეს ნდობა ამ ოპოზიციურ ალიანსს ჯერ კიდევ მოსაპოვებელი აქვს? მოდით ჯერ პირველი საკითხი, ჩვენ მივიჩნევთ, რომ საქართველოში ოპოზიცია არასდროს არ გაერთიანებულა და მარტო ჩვენ კი არ მივიჩნევთ, ეს ფაქტია. ყოველთვის არის საუბარი ოპოზიციის გაერთიანებაზე, მაგრამ არასდროს არ გაერთიანებულა. ასე რომ ჩვენი პოზიცია ესეთია, რომ ოპოზიციის გაერთიანება კი არ არის აუცილებელი, არამედ აუცილებელია, რომ ოპოზიცია დაჯგუფდეს სხვადასხვა ფლანგებად და ამ ფლანგებზე მოხდეს სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური ძალების გაერთიანება. ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი, იცით რა არის, ძალიან კარგია, რომ ერთნაირი იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური პარტიები
ერთნაირი სტრუქტურის მქონე პოლიტიკური პარტიები, ერთნაირი პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკური პარტიები ერთიანდებიან. ამას მივესალმებით. მაგ ალიანსში შემავალ პარტიებს აქვთ ერთნაირი ლიბერალური იდეოლოგია, აქვთ ერთნაირი სტრუქტურა, ძირითადად იქ ლიდერები წყვეტენ ყველაფერს და წევრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ენიჭებათ. ერთნაირი შეხედულება აქვთ თუ რა არის პოლიტიკა, მათ პოლიტიკა უფრო მეტად მიაჩნიათ ერთმანეთთან რო ლაპარაკობენ აი იმ პროცესად და არა ხალხთან ლაპარაკის პროცესად და ჩვენ განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფი ვართ, სხვანაირი იდეოლოგია ვართ, სოციალისტები ვართ, დემოკრატები ვართ. ჩვენი სტრუქტურა არის უკიდურესად დემოკრატიული და კონსენსუსზე დაფუძნებული და ჩვენ პოლიტიკად მიგვაჩნია არა ერთმანეთთან ლაპარაკი, სხვა პარტიებთან ლაპარაკი, არამედ სხვა სოციალურ ჯგუფებთან, ხალხთან და ასე შემდეგ საუბარი. ასე რომ ჩვენ მათთან არც სტრუქტურულად, არც იდეურად, არც კულტურის თვალსაზრისით ბევრი არაფერი საერთო არ აქვს, წარმატებებს უსურვებთ თუ მათ რაიმე კარგის გაკეთება უნდა ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენი გზა გვაქვს და სხვა ტიპის ალიანსებს უფრო ვესწრაფვით, ანუ საზოგადოებრივ ჯგუფებს და სოციალურ ინსტიტუტებთან ალიანსებს უფრო ვესწრაფვით, ვიდრე ვთქვათ პირობითად ეროვნულ დემოკრატიულ პარტიასთან ალიანსს. კეითილი და ლევან რამდენიმე წუთი დაგვრჩა და მკვეთრი გამოსვლა კი გამოგვდის, მაგრამ ბოლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა ირანიდან მომდინარე საფრთხეები და მეორე მხრივ სუსში დაწყებული გამოძიება. ამჯერად გივი თარგამაძე დაიბარეს გამოკითხვაზე და მინდა რომ ეს საკითხიც შევაფასოთ, თუმცა ვიდრე კითხვას დაგისვავთ, აი მოდით თავდაპირველად პალტრანიოსის ჟურნალისტი ცოტნე შაორშაძე ჩავრთოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმდებარე ტერიტორიიდან ცოტნე იქ დაახლოებით 1 საათია რაც მუშაობს, შესაბამისად გვეტყვის მივიდა თუ არა გივი თარგამაძე გამოკითხვაზე და გააკეთა თუ არა მედიასთან უწყებაში შესვლამდე პირველი კომენტარი. ცოტნე გამარჯობა, გესმის თუ არა ჩემი, შენ პირდაპირ ეთერში ხარ. მოგესალმები ლევან, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. გივი თარგამაძე უკვე მოვიდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სადაც მან შესვლამდე გააკეთა მცირე კომენტარი, როგორც ის აცხადებს, არაპირებს მაგისტრ მოსამართლესთან ერთად დაკითხვას, რადგან როგორც ის ამბობს, არ ჭირდება მათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან სასაუბროდ მაგისტრი მოსამართლე, ასევე მან განაცხადა ისიც, რომ პირველ რიგში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესდეს იმ 300 ადამიანით, რომელიც ამ მომენტში იმყოფება ქვეყანაში და როგორც ის ამბობს, სწორედ ეს არის საფრთხე, რომ 300 ადამიანი არ გაიბნეს ქვეყანაში, თუმცა არ აკონკრეტებს კონკრეტულად რა საქმიანობით არის დაკავებული ეს 300 ადამიანი. ასევე მან განაცხადა, რომ ის 4 ფაქტი, რომელიც მოხდა, უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ინტერესის სფეროში, თუმცა არც ამ კონკრეტულ 4 ფაქტთან დაკავშირებით აქვს მას კომენტარი, დეტალურად არ აკეთებს კომენტარს. ეს ყველაფერი შეეხება, რა თქმა უნდა, ირანში მიმდინარე ომს და ასევე იმ შესაძლო საფრთხეებს, რომელიც შეიძლება რეგიონში არსებობდეს მისი განცხადებით. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ის აცხადებს იმასაც, რომ ამ მომენტისთვის სახელმწიფოში არ რჩება კანონით ის, რომ ადამიანები თავიანთი გამოთქმული მოსაზრების გამო შეიძლება დაიჭირონ, თუმცა ის აცხადებს იმას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არა მათი კომენტარებით, არამედ უნდა ინტერესდებოდეს იმით, რა რეალური საფრთხე შეიძლება არსებობდეს ამ მომენტში ქვეყანაში. ეს იყო პალტრანიოსის ჟურნალისტი ცოტნე შაორშაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ტერიტორიიდან და როგორც მისგან გავიგეთ, გივი თარგამაძე სუსში გამოკითხვაზე უკვე მივიდა. ნიუსრუმში კი შეგახსენებთ, რომ გვსტუმრობს ლევან ლორთქიფანიძე, შესაბამისად სწორედ ამ საკითხზე დაუსვავ მას ბოლო კითხვას. აი რა სიტყვით ლევან, სუსში გამოძიება დაწყებული და ხდება ყველა იმ პირის გამოკითხვაზე დაბარება, რომელიც ირანიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობენ უშუალოდ საქართველოსთან მიმართებაში. აი ეს პროცესი რა შეფასების გაკეთების საფუძველს იძლევა? სუსი იქცევა სწორად, როცა ყველა იმ ადამიანისგან აგროვებს ინფორმაციას, ვინც რაღაც ტიპის საფრთხეებს ხედავს, თუ საფრთხეების ანალიზს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა აკეთებდეს ცოტა სხვაგვარად. მეცით მაინტერესებს ყველაზე მეტად რა არის სუსის мотиваცია. სუსის мотиваცია არის რეალურად გივი თარგამაძის და გუბაზ წანიძის გავლით გაანალიზოს საფრთხეები, რა გვემუქრება ირანიდან, თუ სუსის мотиваციაა, რომ
რაღაცა პოლიტიკური სპექტაკლი და სცენები დადგას და შეაშინოს ის ადამიანები, ვინც რაიმე კრიტიკულ მოსაზრებას გამოთქვამენ საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართ. მე მგონია, რომ ეს უკანასკნელი უფრო მეტად არის სუსის мотиваცია, ვიდრე გუბას სანიკიძის და თინა ხიდაშელის გავლით საქართველოს დაცვა ირანიდან მომავალი საფრთხების მხრიდან. ისე კი ირანიდან საფრთხე რეალურია, ამას არ ჭირდება საიდუმლო ინფორმაცია. ღიად ჩვენ ნახეთ, რომ ირანმა 12 მეზობელი სახელმწიფო დაბომბა, ჩვენც მის სამეზობლოში ვართ, ამიტომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით სერიოზულად უნდა ვმუშაობდეთ და უშიშროება არ უნდა კარგავდეს დროს თინა ხიდაშელის, გუბას სანიკიძის და რა ვიცი, დანარჩენი ოდიოზური ფიგურების გამოკითხვა. მადლობა ლევან იმისთვის, რომ გვესტუმრეთ და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. ლევან ლორთქიფანიძეს დავამშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ ლელოს წარმომადგენელი გიორგი სიორიძე შემოგვიერთდება, ასე რომ